დღეს მინდა ვისაუბრო თუ როგორ უნდა ვისწავლოთ იაპონური ენის ზმნების უხრება. დღეს მინდა ვისაუბრო იაპონური ენის ზმნის უხრებებზე და როგორ ვისწავლოთ ეს ზმნები. ჩემი აზრით ეს ზმნად ცოდნა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია არა მარტო იაპონური ენის შესწავლაში, არამედ ნებისმიერი უცხო ენების სწავლაში. და ძირითადად არის სამი ნაბიჯი, რომელიც მე შემიძლია გაგიზიაროთ, ანუ ყოველთვის ნებისმიერ ენას რომ ვისწავლობ, ამ ნაბიჯით ყოველთვის ვისწავლობ და იმედი მაქვს რომ გამოგადგებათ. პირველი ნაბიჯი არის ძირითადი ზმნის უხრების ფორმატის დამახსოვრება. იაპონური ენის შემთხვევაში თქვენ ალბათ გეცოდინებათ თუ ჯერ არ იცით, მაშინ ახლა გეცოდინებათ, მაგრამ იაპონური ენის ზმნის კატეგორია გამოყოფილია სამი კატეგორიაში. ერთი არის ლუ ზმნა, რომელიც მთავრდება ლუთი და უ ზმნა, რომელიც მთავრდება ხმოვანი უთი და ასევე ორი გამონაკლისი სურუ, კეტება და კურუ მოსვლა, ხო? მაგალითად, ანუ ლუ ზმნა თაბერუ, ხო? კიდე რა არის? ახლა არ მოსწენდება. თაბერუ, მირუ, ყურება, ჭამა, თაბერუ, მირუ, ყურება, თაბემას, მიმას, ასე შემდეგ. უზმნა მაგალითად ნომუ უთმთავრდება ნომიმას სმა ან დარება, ხო? და სურუ, კეთება, შიმას და კურუ მოსვლა, კიმას, ასე შემდეგ. ეს სამი კატეგორია აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ ეს წესი, ასე ვთქვათ, ფორმატი. ეს არის სულ პირველი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ შეგვიძლიათ მივიხოთ. მეორე ნაბიჯი არის სამი კატეგორია, ხო ჩვენ გამიხედეთ ახლა და თითოეული კატეგორიისთვის ავიხოთ ერთი კონკრეტული ზმნა და დავიმახსოვროთ ყველა პატარნი, ასე ვთქვათ, ხო? ასე ვთქვათ, რომ წარსული ფორმა, მოავარი ფორმა და კიდევ მაგალითად თაი ფორმა, ანუ მინდა, მაგალითად თე ფორმა, თაბეთე და ასე შემდეგ. მაგალითად ერთი ნიმუშად რომ ავიხოთ ლუ ზმნა თაბერუ, ხო? თაბერუ ავიხოთ ერთი ყველა ზმნის რა ქვია წესი რომ დავიმახსოვროთ, ანუ ამ ზმნასთან ერთად მაგალითად ვატაში ვა თაბემას, მე ვჭამ, ხო? ვატაში ვა თაბემას, ხო, მოავარი ფორმა. ნუ იაპონურში მოავარი და ასე მოყოდურა ერთი იგივე, მაგრამ მე შევჭამ, ვატაში ვა თაბემას. ვატაში ვა თაბემაშტა, მე შევჭამე, ხო? მე ვჭამდი, ხო? ვატაში ვა თაბეთე იმას, მინდა ვჭამო, ვატაში ვა თაბეთაი დეს, მინდა მეჭამა, შემომეჭამა, თაბეთა კატა დეს. ერთი კონკრეტული ზმნის ყველა პატარნი, ასე ვთქვათ, ზმნის უხრება დავიმახსოვროთ. ანუ კარგად, მარტო კარგად უნდა დავიმახსოვროთ. ეს არის მეორე ნაბიჯი. რა თქმა უნდა, არა მარტო ზმნისთვის, კიდევ უზმნისთვის ერთი ავიხოთ მაგალითად ნომუ, დარება, ხო? ნომუ, ნომიმაშტა, დავრიე, ნონდე იმაშტა, ვსმამდი, ნომითაი დეს, მინდა დავრიო და ასე შემდეგ. ყველა პატარნი ფორმატი უნდა დავიმახსოვროთ. ეს არის მეორე ნაბიჯი. მესამე ნაბიჯი არის ჩვენ პირველი ნაბიჯში დავიმახსოვრეთ რომ გავიგეთ რომ არის სამი კატეგორია ლუ ზმნა, უ ზმნა, ორი გამონაკლისი სურუ და კურუ. და მეორე ნაბიჯში ერთი ნიმუშად ავიხეთ ერთი კონკრეტული ზმნა და ამ ზმნის ყველა შესაძლო ასე ვთქვათ ფორმატი დავიმახსოვრეთ, ხო? მესამე არის ჩვეულებრივი საუბარში თუ მეგობარი იაპონელი მეგობრები არ იყავთ, მაშინ საკუთარ შეგიძლიათ ილაპარაკოთ, მაგრამ პრაქტიკულად რეალობაში დავიწყოთ გამოყენება ზმნის. პირველი ნაბიჯი და მეორე ნაბიჯი იყო input, ასე ვთქვათ, და მესამე ნაბიჯიდან იქნება output. Output-ის შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვინდა რომ
ამ ძმნის უხების წესების მიხედვით ნათქვამის წარმოთქმა წარმოება მაშინ უნდა ესეთი მომენტი აუცილებლად იქნებათ რასაც ახლა ვამბობ გრამატიკული სწორია თუ არა მაგალითად მე მინდა ვჭამო ეს მინდა ვთქვა იაპონურად როგორ იქნება ეს თე ფორმა უნდა გამოვიყენოთ თუ თაი ფორმა დამაბეჭდა ესეთი მომენტი აუცილებლად გეკნებათ შეამჩნევთ სხვადასხვის ინპუტი სხვა რაღაცა აუთპუტი სხვა რაღაცა ახლა შეამჩნევთ რომ ისე ბორომდე 100%-ად არ გასწევდათ ხო და მაგ შემთხვევაში როდესაც შეამჩნევთ რომ რაღაც გაინტერესებით რომ სწორია თუ არა გრამატიკულად მაშინ უნდა გადაამოწმოთ გრამატიკულად თუ სწორად გამოიცანეთ მაშინ კაია თუ არასდროს გამოიცანეთ მაშინ კიდე ხერხლა კი არა მაგრამ კიდე შეგეძლოთ გაიმეოროთ ხო ცოდნის განახლება ხო და ამ პროცესში ჯერ აუთპუტი და იქნება ინტერესი სწორია თუ არა გრამატიკულად შემოწმება და გაკვირვება და მე ეს აუთპუტი ინპუტი და აუთპუტის სირგრაციაში თქვენი მეხსიერება ძმნის უხლებასთან დაკავშირებით გამყარდება და ეს ახალი ძმნის გამოყენების დროსაც უნდა გააკეთოთ აუთპუტის სახით არა მაგრამ თაბერუ კიდე მაგალითად ნერუ ხო ნერუ დაძინება რუზმნა ნემას მაშინ მეძინა როგორ იქნება დავიძინე ნეთა ნემაშტა ხო ასე იქნება და გამოყენება შემოწმება ამის გამეორება ამის პროცესში უფრო ავტომატურად იქნება თქვენი აუთპუტი და ზმნის უხლებების დამასწორებებაც ასე იქნება რა თქმა უნდა დასაწყისში იქნება მაგრამ პრაქტიკის გამეორებით ჩვენ შეგვიძლიათ კარგად შეგვიძლიათ ავითვისოთ ხო და ეს არის სამი ნაბიჯი მე ყოველთვის ასე ვაკეთებ ხოლმე იმედი მაქვს რომ სასარგებლო რომ იქნება თუ იყო და დღეს всё უხმესი მადლობა ყურადღებისთვის და აბა ატანეと今からちょっとだけビデオの編集をしてからちょっと仕事をして買い物に行きたいと思います。あばへ。あばへ。